მაგრამ ეს უბრალოდ გამოცდა და წინააღმდეგობამდე მე ყოველთვის ამას ვამბობ ხოლმე. აბსოლუტურად ეს გამოცდა მხოლოდ იმისთვის მოდის, რომ ჩამოგაყალიბოს იმ პიროვნებად, ვინც უნდა გახდე. აი მაგალითად, თუ გინდა შვილი ყავდეს, ამას 9 თვე სჭირდება. 9 ქალიც რომ დააფეხმძიმო ეს დროულად, შვილს მაინც ვერ გააჩენ ეს თვეში. ხომ ასია? ამას თავისი 9 თვე უნდა. ბავშვობაში მოთმენელი იყავი? ძალიან მოთმენელი. ახაც მოთმენელი ვარ. ყველაფერი იმ წამს მინდა, იმ მომენტში მინდა ხოლმე. ხომ იცი ეს თვისება ხანდახან ჯობნიდა კიდეც. ამიტომ მომიწი ამაზე მუშაობა, საკუთარი თავის გაწრფნა. ჩემი მენეჯერი მაკი ყოველთვის ერთ ფრაზას მიმეორებდა ხოლმე, დაახლოებით ასეც. ნელა სიარული ყველაზე სწრაფი გზა იქ მისასვლელად, სადაც ყოფნა გსურს. ყველაფერი ნელ-ნელა უნდა აკეთო. ცხოვრებაში ლიფტები არ არსებობს, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ახვიდე. ჩემი მწვრთნელიც ამბობდა ხოლმე, არ არსებობს არც ერთი მოკლე გზა, რომლის გავლაც ღირდესო. და თუ სადმე მაინც მიაღწია მხოლოდ იმიტომ, რომ მოკლე გზა აიჩიე, ესე იგი იქ შენი ადგილი საერთოდ არ ყოფილა. 100% გეთანხმები. თუ იქ თაღლითობით მიხვედი, იქ ყოფნა აღარ გინდა. აი მაგალითად, შენს გადაცემებში, რომელიც სტუმრისგან მიიღე ყველაზე დიდი სიამოვნება, ჩემამდე ვინ იყო? აბა თქვი. რამდენიმე ძალიან მაგარი ადამიანი მყავდა, მაგრამ მითხარი ერთი, ვინც მართლა გაგაკვირვა და იგრძენი, რომ მისგან ბევრი დამისწავლე. ბარაკ ობამა მყავდა შოუში ძმაო. ეს მათაც უდიდესი პატივია, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. მე ყოველთვის მასშტაბურად ვოცნებობ ხოლმე, მაგრამ ჯერა რომ ღმერთს ჩვენთვის კიდევ უფრო დიდი გეგმები აქვს. 10 წელია თმას ვჭრი და ვინმეს 10 წლის წინ რომ მეთქვა, დღეს ბარაკ ობამა გეყოლება შოუში, მას ინტერვიუს ჩამოათმე და თმა შეჭრიო. უბრალოდ ვეც კი დავიჯერებდი. ამას ჩემი გონება ვეც კი წარმოიდგენდა. და იცი რა არის საოცრება? ზუსტად იმ წლამდე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი მქონდა. მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით უზარმაზარი ბრძოლების გავლა მომიწია ძალიან ბევრის. ბიპოლარული აშლილობის დიაგნოზი დამისვეს. მთელი 1 წელი ჭუიდან გადასული ვიყავი, უმძიმეს დეპრესიაში. მეგონა რომ ჩემი ცხოვრება დასრულდა. აი ზუსტად ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა ივარჯიშოს მოთმინებაზე. ყველას ყველაფერი ახლა გვინდა, მეც მათ შორის. მაგრამ მე გამოვიარე ჩემი ცხოვრების ყველაზე საშინელი და რთული წელი, თუმცა ფეხზე მყარ არ დავრჩი. გაუძელი ვენდე პროცესი და როგორც შენ ამბობდი, არაფერი ცუდი არ ხდება ისე, რომ რაღაც კარგი არ გვასწავლოს. და ამ ყველაფრის მეორე მხარე ძმაო, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი წლის დასრულების შემდეგ ბარაკ ობამა მელოდებოდა. ამაზე უკეთეს ისტორიას ვეც კი დავწერდი. საოცარია და რა იყო ის თავადი და რაც მისგან ისწავლე. მან თქვა რომ არ უნდა ვიცხოვროთ შიში და შიში საერთოდ უნდა მოვიშოროთ. და აბა დაფიქრდი, რამდენი შიში უნდა დაძლიო და მოიშორო, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდე. ალბათ უამრავი. შიში შეიძლება იყოს ის, რაც მოტივაციას გვაძლევს, მაგრამ შის ჩვენი პარალიზებად შეუძლია. მასთან ყოფნა ჩემი ცხოვრების და იმ ყველაფრის უდიდეს დასტური იყო, რაც გამოვიარე. და იცი რა, მე ახლა უკვე საერთოდ არაფრის მეშინია. საერთოდ აღარაფერი დასჭე ისეთი, რამაც შეიძლება შემაჩეროს. რაც არის ეს არის. ზუსტად ეგრეა ძმაო, მე მაინც გავაგრძელებ ჩემი საქმის კეთებას და შიშს თუ ვიგრძნობ, მაინც წინ ვუბიძგებ საკუთარ თავს. ზუსტად ეგრეა, იმიტომ რომ შიში არის ის, რაც მუდმივად ჩვენთან ერთად ცხოვრობს. ფიქრობ, ის ყოველთვის ჩვენშია, მაგრამ თავად განსხვავებას ქმნის ის, თუ როგორ დიალოგს აწარმოებს საკუთარ თამთან. რა პასუხებს ცემს საკუთარ თავს, როცა ამ შიშს გრძნობ და როგორ ახერხებს საკუთარი თავის დამშვიდებას. როგორ იყო შენი პირველი საჩემპიონო მომენტი, როცა კამარი პირველად მოიგე? შენ ხომ ვოლკი ნოკაუტში ჩააგდე? რეალურად ამ გამარჯვებას ბრძოლამდე 1 დღით ადრე ვზეიმობდი. მართლა. მახსოვს ბრძოლის კვირას ჩემს გუნდთან მივედი და უთხრი, მისმინეთ, მინდა ყველანი პარასკევს აწონების შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავად დაგპატიჟოთ მეთქი. იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი, შაბათს ღამით ოქტაგონიდან იმ ქამრით გამოვიდოდი. ასე რომ მე გამარჯვებას ჩხუბამდე ვზეიმობდი. ეს საოცარი გრძნობა იყო, იმიტომ რომ ერთი რამაა, როცა უბრალოდ ოცნებობ, სარგეში იხედები და საკუთარ თავს ქამრით ხედავ და სულ სხვა, როცა ამ ყველაფერს რეალურად ცხოვრებაში ხედავ. Is it hard for you to be like, okay,
სულია შენთვის საკუთარ თავზე თქვა. კარგი ვამაყობ ჩემი თავით, კარგად ვიმუშავე, ქება დავიმსახურე, მაგრამ ამავდროულად ხომ ხვდები, რომ ეს თითქოს არასდროსაა საკმარისი. არ ვიცი ჩვენ ადამიანები რატომ ვართ ასე მოწყობილები. დიახ, არასდროსაა საკმარისი. მახსოვს, როცა ბავშვი ვიყავი ვამბობდი. მისმინეთ, როგორც კი მსოფლიო ჩემპიონი გავხდები, მოსჭა. ყველაფერი დასრულდება. უმაგრესი ვიქნები და სხვა აღარაფრის გაკეთება აღარ მომინდება მეთქი. იმიტომ რომ ეს ჩემი ერთადერთი ოცნება იყო. და მახსოვს, გავხდი მსოფლიო ჩემპიონი, დავწექი დასაძინებლად. მეორე დღეს გავიღვიძე და პირველი კითხვადაც საკუთარ თავს დაუსვიღო. და ახლა რა? ახლა რაღა უნდა გავაკეთო? იმიტომ რომ ეს ყველაფერი ამავდროულად საოცრად ჩვეულებრივად იგრძნობოდა. ეს იყო უდიდესი ოცნება, მაგრამ როცა ის დღე დადგა, მახსოვს, იმ დილით რომ გავიღვიძე საკუთარ თავს უთხარი, მისმინე. დღეს ფაქტობრივად ჩემს ოცნებას ვისრულებ. ჩემს მიზანს, რომ მსოფლიო ჩემპიონი გავხდე. ეს დღეს მოხდება, დღეს მსოფლიო ჩემპიონი გავხდები მეთქი. და ეს იყო უბრალოდ ერთი ჩვეულებრივი დღე. ჩემი ოთახის ფანჯრიდან ვიყურებოდი და ვხედავდი, როგორ დასეირნობდნენ ადამიანები. მანქანები მოძრაობდნენ. ეს შენი დრო იყო ძმაო. ეს უბრალოდ ჩვეულებრივი დღე იყო. იქ უამრავი ადამიანი იყო, ვინც საერთოდ არც კი იცოდა, რომ მე იმ დღეს ვჩხუბობდი. იმიტომ რომ ჩვენ მებრძოლები ხანდახან საკუთარ თავში უზარმაზარ ილუზიებს ვქმნით ხოლმე, რომ ვაუ, ეს რაღაც გრანდიოზულია. ნერვიულობ გეშინია იმ მომენტის. ჩემთვის კი დიდება ღმერთს ეს ჩვეულებრივი დღე აღმოჩნდა. ყველაფერი საოცრად ნორმალურად იგრძნობოდა. მახსოვს, როცა ჩემს მოთელვას ვაკეთებდი, ღმერთის მიმართ საოცარ მადლიერებას ვგრძნობდი. იმ გამოცდილებისთვისაც გამოვიარე. ცუდი იქნებოდა თუ კარგი, მნიშვნელობა არ აქვს. ყველა ამ გამოცდილებამ მიმიყვანა ზუსტად იმ ადგილამდე, სადაც ყოფნა მსურდა. მუსიკიდან ვის უსმენ ხოლმე? აბსოლუტურად ყველაფერს უსმენ. ნებისმიერ მუსიკასაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ყველაფერი მიყვარს, მაგრამ უფრო მეტად ალბათ რეპს, რეგეტონს და პოპს. რეგეტონიდან ვინ გიყვარს? ომარ მონტესი, ბედ ბანი, ანუელი და კიდევ ჩემი კარგი მეგობარი, რაულ ალეხანდრო. რაულ ალეხანდრო ძალიან მაგარია. ის მართლაც საოცარია. მე მის კონცერტზე ვიყავი პუერტო-რიკოში, ტურნეზე როცა იყო. ეს ჩემი პირველი რეგეტონის კონცერტი იყო, რომელსაც დავესწარი და რეპის კონცერტებისგან საოცრად განსხვავდება. ძალიან განსხვავებულია. ის უძლიერესია, მიყვარს მისი მუსიკა. რეპზე რა სიტყვი, ამერიკული რეპიდან ვინ გიყვარს? ძველი სკოლა მიყვარს, რა თქმა უნდა, Snoop Dogg, Tupac, Notorious B.I.G. და კიდევ აი რა ქვია იმ ბიჭს Super Bowl-ზე? Kendrick Lamar, მაგას გულისხმობ. სახელი კიდევ ერთხელ მითხარი, Kendrick Lamar. Kendrick-ს ამოდენმე ძალიან მაგარი სიმღერა აქვს, ძლიერი რეპერია. ბრძოლაზე გამოსვლისას თეთრ სახლში, რაზე აპირებ გამოსვლას, ისევ მარიაჩით, დიახ, ორიგინალი ვერსიით. ოღონდ ცეკვა არ ვიცი. გონია რომ ცეკვას გიხერხება. არა, მე უბრალოდ მუსიკას ვრთავ და სხვები ცეკვავენ ჩემთვის. თმაზე რამე თუ გინდა შევცვალოთ, უბრალოდ მითხარი, ნებისმიერი რამ, თუ გინდა სხვა რამე უფრო მეტად დავასწავლოთ, ან ზამე მსგავსი. ძალიან მომწონს, საოცარია. ნებისმიერი რამ რაც გინდა, თუ გინდა უფრო მეტად დავააპდეიტოთ. არა, იდეალურია, ძალიან მომწონს. კარგად გამოიყურები ძმო, მაგარია. ახლა უკვე საკუთარი თავისთვის ყურებას ვეღარ შევწყვეტ. როგორი იყო სუპერ ვარსკვლავებასთან შეგვების პროცესი? ძმაო, ამხელა დიდება, ამხელა წარმატება და დაწუნებული ვარ უზარმაზარი წნეხიც მოვიდა. როგორ შეეგუე ამ ყველაფერს? არ ვიცი, არავის უსწავლებია ჩემთვის და არავის უთქვამს, როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი. მაგრამ რეალურად ძალიან სიამოვნებს. ძალიან სიამოვნებს მთელი ეს პროცესი, როგორ დავიწყე, სად ვარ ახლა. ადამიანები ვართ, ხანდახან უბრალოდ მინდა ჩემ შვილებთან ერთად გარეთ გავიდე, ქუჩაში გავიარო. შენ ხომ ყოველთვის 100% ბედნიერი და პოზიტიური ვერ იქნები. ხანდახან გინდა რომ უბრალოდ საკუთარ თავთან დარჩე.
ოჯახთან ერთად ისეენო, ხალხი კი მოდის, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავს ვეუბნები. მისმინე, მათთვის ეს შეიძლება ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე იყოს, როცა ხედავენ ადამიანს, ვისთაც აღარ ფთოვანებულები არიან, ან ვისაც სულ ეკრანზე უყურებდნენ და ახლა პირისპირ ხედავენ მეთქი. ასე რომ მათ მიმართ კეთილგანწყობილი უნდა ვიყო, ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდები. მეორე მხრივ, ამას ბევრი დრო არ მიაქვს, თუმცა ხანდახან შეიძლება დამღლელი იყოს. აი როგორც თქვი, შეიძლება საჭმელს ჭამდე, მაგრამ ადამიანისთვის ეს 10 თუ 15 წამია საჭირო, რომ გითხრას რა ხდებაო და ფოტო გადაიღოს. დიახ, ხანდახან რესტორანში მაგიდასტანზე ხარ. ჭამ, ადამიანები მოდიან და გეუბნებიან, არ გვინდა შეგაწუხოთ. მე კი გულში ვფიქრობ ხოლმე, უკვე შემაწუხე მეთქი. ამ დილით ერთმა ტიპმა ზუსტად ეგრექნა. საუზმისას, მაგრამ რა არის გიჟური, იცი? მან რეალურად ჩემი საუზმის ფული გადაიხადა. არც კი ვიცი ვინ იყო. ასე რომ თუ ამას უყურებ, იცოდე რომ ძალიან ვაფასებ. ეს ძალიან საყვარელი საქციელი იყო და ჩემთვის ბევრს ნიშნავს. როცა ვინმე ჩემთვის ასეთ თუნდაც მცირე რამეს აკეთებს. მოხდა ამ ყველაფერს ისეთი რამ, რასაც საერთოდ არ ელოდი. დიახ, ხანდახან ვხედავ ხოლმე ახალ ამბებში, ილია თოფურიამ ეს თქვა და გაოცებული ვფიქრობ, ეს მე საერთოდ არასდროს მიდგომს, არასდროს გამიკეთებია მეთქი. აი ეს დამონტაჟებული მოკლე ვიდეოები, თავიდან ეს რაღაცეები ძალიან მობრაზებდა და მაწუხებდა. მაგრამ ახლა უკვე შევეჩვიე, საერთოდ აღარც ვუყურებ მაგას, ფეხებზე მკიდია, საერთოდ ას მაინტერესებს. თუმცა დასაწყისში მახსოვს, მართლა ძალიან განვიცდიდი. იმ პერიოდში ფსიქოლოგთანაც კი მუშაობდი და მახსოვს, მან ერთი ძალიან საინტერესო რამ მითხრა. არ ვიცი, ინგლისურად რამდენად ზუსტად ავხსნი, მაგრამ ვეცდები, რადგან ეს თემა მოსვენებას არ მაძლევდა. მახსოვს, 18-19 წლის ვიყავ და ჩემზე პირველად დაიწყო ახალ ამბებში წერა, როცა ესპანეთში ჩემი პროფესიონალური კარიერა იწყებოდა. პატარა ადგილობრივი ჟურნალები თუ წერდნენ ჩემზე. მაგრამ იმ დროს ჩემთვის ეს ძალიან დიდი ამბავი იყო. ხოდა ისინი წერდნენ და აჩვენებდნენ ისეთ რაღაცებს, რასაც მე არც ვაკეთებდი და არც ვამბობდი. ჩემმა ფსიქოლოგმა კი მითხრა, ყოველთვის გახსოვდეს 18, 40 და 60 წლის ასაკის ფორმულაო. მე კი ვკითხე, ეს რა ჯანდაბაა მეთქი. მან კი ამიხსნა, როცა ადამიანი 18 წლისაა, მას ძალიან აინტერესებს და განიცდის თუ რას ამბობენ მასზე სხვები. როცა 40 წლის ხდება, ხვდება რომ საერთოდ ფეხებზე ჰკიდია, ვინ რას ფიქრობს მასზე. ხოლო როცა 60 წლის გახდება, აცნობიერებს უმთავრეს, რეალურად მასზე არავინ არასდროს ფიქრობდაო. ასე რომ იცხოვდე შენი ცხოვრებით. ჩვენ ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც იესო მოვიდა, ყველასთვის სიყვარულისა და მშვიდობის გაზიარებას ცდილობდა და ბოლოს მაინც ჯვას აწვეს. ის ყაზი დადიოდა და ხალხი მაინც აბობდა, ცურვა არ იცისო. ხოდა ჩვენ ვინ ვართ, უბრალო მოკვდავები, რომლებიც ერთ დღესაც აქ აღარ ვიქნებით. ბრძოლამდე მაქს ჰოლოვეისთან. იყო ერთი მომენტი, რომელზეც ყოველთვის მინდოდა შენთვის მეკითხა, როცა მაქს ჰოლოვეის ეჭვმებოდი. ბრძოლა როგორც კი დაიწყო, ოქტაგონის ცენტრში გამოხვედი და თითით ცენტრისკენ მივუთითე. იცოდი იმ მომენტში, რომ ის მზად არ იყო იმისთვის ასელოდა? იცოდი რომ თავიდანვე დამარცხებული ყავდა? ბრძოლა როგორც კი ოფიციალურად დადასტურდა, მაშინვე ვიცოდი რომ პირველი ვიქნებოდი, ვინც მას ნოკაუტში ჩააგდებდა. ამას ყოველთვის ვგრძნობდი. საქმე ისაა, რომ მას უყვარდა ამის გაკეთება, ცენტრში დგომა და დატყმების გაცვლა. ბრძოლის ბოლო წამში მე კი მთელი პრესკონფერენციებისა და ინტერვიუების დროს ვეუბნებოდი. მისმინე, ჩვენ მეხუთე რაუნდამდე საერთოდ ვერ მივაღწევთ და მით უმეტეს ბოლო 10 წამამდე. იმიტომ რომ მანამდე დაგაფინიშებ მეთქი. ამიტომ ვუთხარი, მოდი ის რასაც ბოლო 10 წამში აკეთებ ხოლმე, ბრძოლის პირველივე 10 წამში გავაკეთო და UFC-ს ფანებს და ყველას ვინ დარბაში იქნება ორთა ბრძოლების ისტორიაში საუკეთესო პირველი 10 წამი ვაჩუქოთ მეთქი. რატომაც არა, მოდი ვქნათ. და როცა ბრძოლა დაიწყო და მე ცენტრზე მივუთითე, ვიცოდი რომ პირველი ვიქნებოდი, ვინც მას ნოკაუტში ჩააგდებდა. მან კი ეს უბრალოდ დაადასტურა, როცა უარი თქვა ცენტრში შემოსვლაზე. He did like this, I was like, I knew that I will be the first one to knock you out, but you just confirmed it. დაწუნებული ვარ, ოქტაგონზე გასვლისას ყოველთვის გაქვს გეგმა, მაგრამ მაიკ ტაისონი ამბობდა, ყველას აქვს გეგმა იქამდე სანამ სახეში მუშტი არ მოხდებაო. რამდენად ხშირად ხდება რომ გეგმით შედიხარ და ყველაფერი აბსოლუტურად არასწორად მიდის. როცა ზუსტად იცი რა უნდა გააკეთო და რა არის შენი მთავარი გეგმა, საერთოდ აღარ გაინტერესებს რა ხდება შენს ირგვლივ. შეიძლება მუშტი გაატარო, შეიძლება მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდე. მაგრამ ზუსტად იცი რომ შენს დანიშნულების ადგილამდე მაინც მიხვარ. მაინც მიაღწევი მწერტილს. აი ეს არის ჩემი ფიქრის პროცესი მთელი ბრძოლის განმავლობაში.
მნიშვნელობა არ აქვს რამდენი დარტყმა მომხდება. მნიშვნელობა არ აქვს როგორ წავაჩხუბი. მე მაქვს ის საოცარი რწმენა, რომელთაც ზუსტად ვიცი, რომ საბოლოოდ მაინც მე გავიმარჯვებ. მაინც ვიპოვით ჩემს დარტყმას, მაინც მივაგნებ იმ მომენტს, რასაც ვეძებ და ჩემს ოპონენტს აუცილებლად დავაფინიშებ. ეს ზუსტად ვიცი და ამ რწმენას არასდროს ვკარგავ. რაც არ უნდა გართულდეს საქმე, ამ რწმენას ბოლომდე ვინარჩუნებ და მე ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ ხოლმე. იმიტომ რომ ხანდახან როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვინდა, ადამიანები შიშს განცდას იწყებენ. მე კი ყოველთვის ვამბობ, შიშიც და რწმენაც ორივე ითხოვს შენგან დაიჯერო ისეთი რამ, რაც თვალით არასდროს გინახავს. და შენ თავად უნდა აირჩიო, რომელი მათგანის გინდა გაჯეროდეს. მე ყოველთვის ვისჭამ იმ რწმენას, რაც ძალას მმატებს, რაც მაგრძნობინებს, რომ ხვალინდელი დღე უკეთესი იქნება და რასაც ვაკეთებ, საბოლოოდ აუცილებლად იმუშავებს. ბრძოლამდე გეიჯისთან, შენ საოცარი პერფორმანსის შემდეგ გამოდიხარ, მაგრამ ჯასტინსაც საოცარი ბრძოლა ჰქონდა პედის წინააღმდეგ. ამ დაპირისპირებას რომ უყურებ და ვფიქრობ, გეიჯის მართლა საოცარი პერფორმანსი ჰქონდა თავის ბოლო ჯგუფში. სულაც არა, მან უბრალოდ მოიგო, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც საოცარი პერფორმანსი იყო. გონი თვითონაც კი არ არის კმაყოფილი თავისი ბოლო ბრძოლით და რაც უნდა იყოს. როგორ ვფიქრობ, ეს უბრალოდ ცუდი ღამე იყო პედისთვის თუ უბრალოდ ჯასტინისთვის აღმოჩნდა ძალიან კარგი ღამე. ორივესთვის ცუდი ღამე იყო. ორივენი ძალიან ცუდად გამოიყურებოდნენ, ასია. პროფესიონალური თვალსაზრისით იქ დიდი თავდაცვა არ ყოფილა. თუ უნარებზე და ტექნიკაზე ვისაუბრებ, თან ამას როგორც ფანისი არ ვამბობ, რადგან იმ ივენტს საერთოდ არ დავსწრებილი ვარ და ციც ენერგია ვიცი, რასაც იმ მომენტში არენაზე ქორწნობდნენ. მაგრამ როგორც პროფესიონალ მებრძოლს მე არ მომწონს ის, რაც ამ ბრძოლაში ვნახე. შენ ხომ საოცარ ზუსტი მებრძოლი ხარ, ძალიან ბასრი, ძალიან აკურატული. არ ვიცი, ჯასტინმა შენთანაც ისე რომ მიჩხუბოს, როგორც პედისთან იჩხუბა. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემთან როგორ იჩხუბებს. ბრძოლა მაინც იმით დასრულდება, რომ ჩემი ხელები იქნება ზემოთ აწეული. ჯასტინს საკმაოდ კარგი ბექგრაუნდი აქვს თავის დროზე, ბევრს ჭიდაობდა. როგორ ვფიქრობ, ეს ბრძოლა საერთოდ გადავა პარტიაში? არა მგონია, იმიტომ რომ მე თუ მომინდება, რა თქმა უნდა, წავიყვან პარტიაში და იქ იმას ვუზამ, რაც გამიხარდება. მაგრამ მე მართლა მინდა ფანებს ნამდვილი შოუ და სანახაობა ვაჩუქო. მაგცანაც ხომ შემეძლო თეიქდაუნის გაკეთება, პარტიაში გაკონტროლება და მახრჩობელათი მოგება, მაგრამ ეს არ იქნებოდა ისეთი ამაღელვებელი, როგორიც გამოვიდა. ასე რომ ჯასტინთანაც ზუსტად იმავეს გაკეთებას გვეკმა. ეს იქნება წმინდა წყლის დგომში ჩხუბი, სტრაიკინგი, ყოველ შემთხვევაში ჩემი მხრიდან. ხოლო თუ ის თავად ეცდება ჩემს წაყვანას პარტიაში, მაგისთვისაც სულ სხვა გეგმები გვაქვს მომზადებული. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაფერი იმით დასრულდება, რომ მას ნოკაუტში ჩავაგდებ. როგორ ვფიქრობ, ხალხს შენი ჭიდაობა ხომ არ ავიწყდება იმის გამო, რომ ბოლო წლებში სულ სტრაიკერად გვევლინები. საქმე ის არაა, რომ ავიწყდებათ, უბრალოდ ვფიქრობ, ბრძოლის მსვლელობისას მათი ფიქრი ასეთია. რა მისჩევნია, ნოკაუტი მივიღო თუ ჭიდაობაში გადავყვე და მახრჩობელაზე წავიდეო. იმიტომ რომ როგორც კი აცნობიერებენ და ხვდებიან, რომ მაინც მოუგებ, პანიკაში ვარდებიან. ამას ზოგიერთ მებრძოლში აშკარად ხედავ. იცი რომ პანიკდებიან და აღარ იციან რა ქნან. და ამ დროს ინსტინქტი ეგრევე თეიქდაუნისკენ უბიძგებთ. ჩვენ მზად ვიქნებით ყველაფერთვის, რაც არ უნდა მოხდეს ბრძოლაში. ამისთვის აბსოლუტურად მზად ვარ. როგორ ვფიქრობ, ჯასტინ გეიჯის დამარცხება და შემატებს შენს კარიერას? ეს უზარმაზარ ფასეულობას შემატებს იმ გზას, რაც აქამდე გამოვიარე, განსაკუთრებით ჩემს ბოლო 4 ბრძოლას. წარმოიდგინე, შეძლო და ნოკაუტში ჩააგდო ალექს ვოლკანოვსკი, მაქს ჰოლოუეი, ჩას ოლივეირა და ჯასტინ გეიჯი. ეს გიჟური სერია, გიჟური. ასე რომ, ეს ჩემს პროფესიონალურ კარიერას უდიდეს ფასს ძენს, ამაზე ორი აზრი არაა. საერთოდ მე მიყვარს მისი ბრძოლების ყურება. ბოლო ჯგუფს არ ვგულისხმობ, რადგან ის მართლა ძალიან ცუდი იყო. მაგრამ ზოგადად მისი ყველა ბრძოლა საოცარ სანახაობრივია და მე რეალურად მისი ბრძოლების დიდი ფანი ვარ. თუმცა ჩემს ოპონენტებს ყოველთვის ერთ რამეს ვეუბნები ხოლმე. მნიშვნელობა არ აქვს მანამდე ვის ეჭხუბე, ჩემთან იგრძნობ ისეთ რამეს, რაც ცხოვრებაში არასდროს გიგორდზნია.
პრესინგი, ტექნიკა, უნარები, აი ეს სადაც გაშინებს. იმიტომ რომ როცა შენ წინ ყავს ოპონენტი, რომელიც იცი რომ უბრალოდ ძლიერია, ძიმე დარტყმები აქვს, მაგრამ გიჟივით მოდის, დამძალის უკან არანაირი ტექნიკა არ დგას, შენ ხვდები რომ ის ადრე თუ გვიან მაინც დაიღლება. ჩემ შემთხვევაში კი ყველაფერი სხვანაირია და რადგან მე მხოლოდ ზლა კი არ მაქვს, არამედ უზარმაზარ უნარებსა და ტექნიკას ვფლობ. და ყოველთვის ეცა და იმავეს ვმეორებ. გოცნობ რომ ოქტაგონის შიგნით ჩემს უნარებს და დონეს ვერავინ გაუტოლდება. უნივერსალური სრულყოფილი მებრძოლი ვარ და ამის მტკიცედ მჯერა. ასე რომ როცა საქმე ბრძოლას და უნარებზე მიდგება, ზუსტად ვიცი როგორ უნდა მოუგო ჩემს ოპონენტებს. პირველ რიგში მენტალურად, ჯერ მენტალურად ვტეხავ მათ და მე უკვე იმას ვაკეთებ, რაც მე მინდა. ეს მართლაც საოცარი დაპირისპირება იქნება, ორი ლეგენდა. ახსოვს თავიდან შენ ისლამ მახაჩებთან ჩხუბი გინდოდა. ეს იყო შენი პირველადი მოთხოვნა. და მე ვიცი რომ ეს ბრძოლა ადრე თუ გვიან მაინც მოხდება. უბრალოდ დარწმუნებული ვარ. აუცილებლად მოხდება. სხვა გზა არაა. ძალიან მინდა ეს ჩხუბი. და ეს ბრძოლა რომ მას შედგეს, მაინც ჩათვლი რომ შენი კარიერა სრულყოფილად დაასრულე და შეგიძლია მშვიდად წახვიდე სპორტიდან. ჩემთვის პირადად ეს არაფერს შეცვლის. მე ისლამი არ მძულს და მის მიმართ არანაირი პერსონალური მტრობა არ მაქვს. ფაქტია რომ მან ამ სპორტში უდიდეს წარმატებებს მიაღწია, ჩემსავით ორმაგი ჩემპიონია. ჩემი და ისლამის შეხვედრა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ბრძოლა იქნება UFC-ს ისტორიაში. მაგრამ ეს ჩხუბი რომ არასდროს შედგეს, მე მაინც ბედნიერი და მაყი ვიქნები, საკუთარი თავი და მთელი ჩემი გავლილი გზით. მოკლედ რომ ვთქვა, ისლამი არ მჭირდება იმისთვის, რომ თავი რეალიზებულად ბედნიერად და ამაყად ვიგრძნო. სულ რამოდენიმე დღის წინ ნახე ტვიტერზე ისლამი ამბობდა, მზად ვარ სხვა მებრძოლს შევხვდეო და კონტრაქტის ხელმოწერაზე ლაპარაკობდა. მე კი ვიჯექი და ვფიქრობდი, რატომ მეთქი? ჩვენ ხომ შეგვეძლო ეს ჩხუბი რეალობად გვექცია, შენი და მისი. არ ვფიქრობ, რომ ეს ბრძოლა მისი მიზეზით დახდება. მე მტკიცედ მჯერა, რომ თავად UFC-ს აცუს ამ ეტაპზე ამ ჩხუბის ორგანიზება. მე ასე ვფიქრობ. ალბათ ძალიან ტეხავს. ერთი ამ მებრძოლების ხნება და მეორე UFC-ს ბიზნესი. მათ აქვს თავიანთი განრიგი, თავიანთი გეგმები და ალბათ საკმაოდ რთული ამ ბალანსის პოვნა. მაგრამ ამავდროულად UFC-სთვის იმის სწავლება თუ როგორ უნდა დაგეგმონ ბრძოლები ძალიან რთული საქმეა. იმიტომ რომ მათ აქვს პასუხი, რომელიც სრულიად სამართლიანია. ჩვენ თქვენი აზრი არ გვაინტერესებს. ჩვენ თვითონ ვაშინებთ ჩვენს გზას და ისე ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ჩვენ გვინდაო. და ეს სრულიად გასაგები და მისაღებია. ყველაფერი რიგზია. ჯასტინთან მაინც წარმოუდგენელი ბრძოლა იქნება. თუმცა ჯასტინის შემდეგ არის რამოდენიმე ჩხუბი, რომელიც ფანებისთვის საოცრად საინტერესო იქნება. ამ ეტაპზე პედისთან ჩხუბი აღარ გაინტერესებთ? როგორც უკვე ვთქვი, ჩემს ჰორიზონტზე საერთოდ ვეღარ ვხედავ. ის ჩვენგან ძალიან შორსაა. საქმე ის კი არაა, რომ უბრალოდ წააგო, საქმე იმაშია, თუ როგორ წააგო გეიჯისთან. მას დიდი დრო დასჭირდება იმ წაგებიდან გოლზე მოსასვლელად და იმ პოზიციის დასაბრუნებლად, საიდანაც სატიტულო ბრძოლას მიიღებს. რა თქმა უნდა. აი არმანთან ჩხუბი კი ნამდვილად კარგია და საინტერესო იქნება. ეს ტიპი ინტერნეტში ძალიან სასაცილოა ხოლმე. საქმე ისაა, რომ ეს ბიჭები ზედმეტ თავდაჯერებულებას იღებენ ისეთ მებრძოლებთან მოგებებით, როგორც მაგალითად მისი ბოლო მეტოქე იყო. ხო და ძმაო, დაივიწყე. შენ ცხოვრებაში არასდროს შეხვედრ ხარ შემნაირი მებრძოლს. მე შენ მთელ სამყაროს წინაშე შეგაწყვენ, იმიტომ რომ მას გონია ძალიან მაგარია. გონია რომ მისი ჭიდაობა რაღაც საოცრებაა. თავი ოლიმპიური ჩემპიონი გონია. ჭიდაობაში სამყაროში საუკეთესოც რომ იყოს, ოქტაგონზე როცა შემოვა, ძმაო, იქ მე ვარ მეფე. მე ვარ მეფე და იქ იმას გიზამ, რაც მე გამიხარდება. მე უკვე ვუთხარ იმას. პირველ რაუნდში ყმას მოგტეხავ მეთქი. ბრძოლის პირველივე წამებიდან ეცდება ჩემს გადაყვანას პარტიაში, მაგრამ როცა მიხვდება, რომ ძმაო, ეს არც ისე ადვილია, სულაც არ არის ადვილი ჩემს ფეხებამდე მოსვლა, ჩემი წაქცევა და მით უმეტეს პარტიაში ჩემი კონტროლება, იჟი ხომ არ ხარ?
ხო და მე ეგრევე პანიკაში ჩავარდება. პანიკა იტანს და მე მის ყმას შუაზე გავტეხავ. ბამ, თან ამას მის პუბლიკის, მისი ხალხის და მისი ოჯახის წინაშე გავაკეთებ. საერთოდ ფეხებზე მგიდია. კარგი, რამდენიმე სახალისო კითხვა მაქვს შენთვის, სერიოზულობა რომ დავატყვიოთ. ამ რუბრიკას ჰქვია Quick Cuts, 5 სწრაფი კითხვა, მოსულა? ყველა იმ ადამიანს შორის, ვინც კინო კაუჩი ჩაგიგდია, ვის წაიყვანი რესტორანში სავახში, მოდი. ვოლკის და ასევე ჩალსაც, ორივე საოცარი პიროვნება, მე მათ უდიდეს პატივს ვცემ. უკაცრიელ კუნძულზე რომ მოგიწვიოს გადარჩენისთვის ბრძოლა, UFC-ს მხოლოდ ერთ მებრძოლთან ერთად, ვის აერჩევდი თანამგზავრად? ჩემს ძმას. ის ხომ UFC-ს მებრძოლია. შენი ძმა სად არის ახლა? მაიამიშია? ძალიან მინდა მისი გაცნობა. კი, ისიც აქ არის, ქალაქშია. საოცარი ადამიანია, ის მომავალი მსოფლიო ჩემპიონია ძმაო. ვაუ, შენი ძმა მართლაც უმაგრესი კაცია. რამდენიმე ინტერვიუში მაქვს მისი საუბარი მოსმენილი და ის თუ როგორ ლაპარაკობს შენზე, უბრალოდ საოცრებაა. შენი დანახვა და იმ მხარდაჭერის შეგრძნება, რაც მას შენს მიმართ აქვს, უდიდესი შთაგონებაა ძმაო. მე მეგონა მერაბს იტყოდი. მერაბთან ერთადაც სიამოვნებით ვიქნებოდი კუნძულზე. მერაბი ნამდვილი მანქანა, ის უმაგრესი კაცია. ხოთა შორის მას სრულიად შემთხვევით შევხვდი სასტუმროში ნიუ-იორკში, 2 კვირის წინ ძმაო. მისაღებში სრულიად მარტოიჭდა. დავინახე თუ არა ეგრევე ვიცანი. ოხ ჯანდაბა ეს ხომ მერაბია მეთქი. ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია, ვისაც კი ცხოვრებაში შეხვედრი ვარ. მისაღებში დავდექი და ველოდებოდი, როდის გამომხედავდა. როგორც კი გამომხედა, ასე ვანიშნე ხელებით. მერე მივედი და მივესალმე. როგორ ფიქრობ, რომ მოკრივეს აქვს ყველაზე დიდი შანსი, რომ UFC-ში წარმატებული მებრძოლი გახდეს? ალექსანდრ უსიკს. იმის მიხედვით, როგორ მოძრაობს და თან თუ არ ვწდები, ჭიდაობის ბექგრაუნდიც აქვს რაღაც დონეზე. თანაწონაც ამ ძიმეწონოსანია, ნამდვილი მონსტრია. უსიკი მონსტრია, კარგად რომ მივარჯიშოს თეიქდაუნებისგან თავდაცვაზე, ხელები და დარტყმები ხომ ისედაც უმაღლეს დონეზე აქვს. მას ნამდვილად ექნებოდა წარმატება UFC-ში. შეიძლება ეს დღესაც ვიხილოთ უსიკის გამოსვლა ოქტაგონზე. მე ძალიან გამიხარდებოდა, მაგარი იქნებოდა. ისე მგონი ასე ტოპ მოკრივეს არ უცდია ჯერ რეალურად გამოსვლა. მუჰამედ ალის ჰქონდა ჭუბი. ალის UFC-ში? მე ალის უდიდესი ფანი ვარ. კლავზე მისი სტატუსი კი მაქვს. UFC-ში არა, მაგრამ მან MMA-ის წესებთან მიახლოებული ჭუბი ჩაატარა იაპონიაში. კარგი, აბა მითხარი, ვინ არის შენი UFC-ს რაშმორის ხდა? ყველა დროის 4 საუკეთესო მებრძოლი. ყველა დროის საუკეთესო ჯონ ჯონსი. შემდეგ ჟორჟ სენ-პიერი, კონორ მაკგრეგორი და ანდერსონ სილვა. ბევრი ადამიანი სილვას ყოველთვის სვამსამსია. ეს მარტივი კითხვა იყო. და ბოლო კითხვა, შენი იდეალური მებრძოლი რომ ააწყო 5 კომპონენტისგან: სტრაიკინგი, ბრძოლის IQ, გრეპლინგი, კარდიო და ბოქსი. ხოთა შორის ეს კითხვა ჯონ ჯონს დაუსვი და ბოქსის ოპონენტში შენი სახელი დაასახელა. ჯონ ჯონსმა თქვა, იდეალურ მებრძოლს რომ ვაწყობდი, ბოქს ილია თოფურისგან ავიღებდიო. უძლიერესია, დიდება ჯონს მოკითხვა მას, რაც შეეხება სტრაიკინგს, სტრაიკინგში ჯონ ჯონს ავირჩევდი. და გეტყვი რატომაც, შეიძლება მას არ აქვს დარტყმების გიჟური სიხშირე და სისწრაფე, მაგრამ ყოველ ჯერზე, როცა რამეს ისვრის, საკუთარ თავს მაქსიმალურად იცავს. მან ზუსტად იცის, როდის უნდა დაარტყას. ფენომენალური IQ აქვს. აი ამიტომ ავირჩევდი მის სტრაიკინგს. დიახ, ის მართლა ყველაფერს იყენებს ჭუბში. მნიშვნელობა არ აქვს, რა დისტანციაზე ხარ მასთან. ყოველთვის აქვს შენთვის რაღაც სიურპრიზი მომზადებული. 100%. ახლა ბრძოლის IQ, მენტალიტეტი, ჭკუა, გადაწყვეტილებების მიღება. აგარ ჯონ ჯონსი, ნამდვილად ჯონ ჯონსი. გრეპლინგი, ჩარლზ ოლივეირასა და დემინ მაიას შორის მეყევს ჩემი არჩევანი. მოდი გრეპლინგში ჩარლზს ავიღებ. კარდიო, მერაბი, ის ნამდვილი მანქანა. ეგ ტიპი მახსოვს ბოლო დროს ჩემთან სახლში რომ იყო ჩამოსული. არ ვიცი, 1010 თუ 12 რაუნდი ვისპარინგეთ და ბოლოს უთხარი, მისმინე, თავი დამანები, აღაფის თავი აღარ მაქვს მეთქი.
ის კი მაინც მთხოვდა რაუნდების გაგრძელებას და საბოლოოდ სადღაც 30 თუ 35 რაუნდი იმუშავა დამოუკიდებლად. საერთოდ არიღლებაა რა? არა, საერთოდ არა. სულ დარბის, არ ვიცი სირბილის ბრალია თუ რისი, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი უბრალოდ სხვანაირადაა შექმნილი. მენაბი ნამდვილად სხვანაირადაა აწყობილი. და ბოქსში ვის აირჩევდი? ბოქსი რეალურად ის ახლა აღარ არის იოსის მებრძოლი, თუმცა ძალიან მაგარი ბოქსი ჰქონდა და ამ ეტაპზე მგონი პროფესიონალურ ბოქსშიც ჩხუბობს. ტალენტს გულისხმობ. კონორსაც კარგი ბოქსი ჰქონდა, პიოტრ იანსაც და რა თქმა უნდა ჩემს ძმას, ალექსანდრე თოფურიას. მე ზუსტად ვიცი როგორ ბოქსაობს, ვიცი მისი დონე, მისი უნარები, ტექნიკა და ყველაფერი. ამიტომ ჩემთვის ის ახლა ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივეა მთელ UFC-ში. შეიძლება ხალხმა ჯერ ბევრი არაფერი იცის მის შესახებ, მაგრამ დროთა განმავლობაში აუცილებლად გაიცნობენ. ეს რომ მოდის, გზაშია, მოდის ზმაო აუცილებლად. ილია ორმესი მადლობა რომ მენდენ და თმა შემაჭრევინე. უბრალოდ იმისთვის რომ აქ ფიჭრად იყავი და ჩემთან გელაპარაკა, უდიდესი მადლობა, ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ჩემთვისაც დიდი სიამოვნება იყო, გაიხარე. და მომავალი გამარჯვების შემდეგ აუცილებლად ჩავწეროთ კიდევ ერთი ეპიზოდი, მესამე. წამოდი წავიდეთ, აღვნიშნოთ და კარგად გავატაროთ დრო ძმაო. უღრმესი მადლობა. მადლობა შენ ძმაო, გაიხარე.